გახდება თუ არა საქართველო ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტს ახალი თაობის პრეპარატით უმკურნალებენ. ქართული მხარე მედიკამენტ სოფოს ბუვირის მწარმოებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჯანდაცვის მინისტრ ნაცია ქენქაძე შეხვდა, იგი ასევე სპეციალისტთა მოსაზრებებით დაინტერესდა. ვინც ამ ტაბლეტით კურნალობს, აი სოფოს ბუვირით, ძალიან მაღალია განკურნების შანსი. პრეპარატი, რომლის გამოჩენის შემდეგაც ექიმები C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხებაზე უკვე თამამად საუბრობენ, კახა ჩომახიძემ ერთ-ერთი პაციენტის კურნალობაში უკვე გამოსცადა. განკურნების მაღალი ეფექტისა და გვერდითი მოვლენების არარსებობის გამო სოფოს ბუვირი, ანუ სოვალდი მსოფლიოში ამ დაავადების მკურნალობის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. გადატრიალება მოახდინა C ჰეპატიტის კურნალობაში. გადატრიალება იხრივ, რომ გაცილებით გაიზარდა ეფექტი C ჰეპატიტიანების განკურნებაში. პირადად პაციენტი, რომელიც ამჟამად მკურნალობს, საკმაოდ რთული ფორმა აქვს, მაგრამ ეს რთული ფორმა ძალიან კარგად დაემორჩილა ერთი თვის მკურნალობას. აქვს ვირუსის ელიმინაციის 90%-იანი ალბათობა. ანუ პრაქტიკულად არჩენს ადამიანებს. საუბარია მძიმე კატეგორიის ავადმყოფებზე. საქმე იმაშია, რომ თვითონ პრეპარატი ძვირად ღირებულია. პრეპარატის სოვალდის ერთი აბი, საბითუმო ფასი კომპანიის არის $1000. ამ დრომდე ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც წამალი შეღავათიან ფასად მიიღო ეგვიპტეა. ერთი კურსისთვის საჭირო დოზის ფასი ეგვიპტისთვის $900 განისაზღვრა. მედიკამენტის ღირებულების გამო სოფოს ბუვირის ტაბლეტებით მკურნალობა საქართველოში ამ დრომდე სულ 14 პაციენტს აქვს ჩატარებული. პრეპარატის შეღავათიან ფასად მისაღებად ჯანდაცვის სამინისტრო ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვე აწარმოებს. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციაში გამართული შეხვედრებისა და მედიკამენტის ერთადერთი მწარმოებლის კომპანია გილიედის წარმომადგენლები საქართველოში სტუმრობის შემდეგ წარმატებული შედეგის იმედი ქართული დელეგაციის წევრებსაც აქვთ. თითქმის მივახციეთ, რომ დაგვერწმუნებია ჯანდაცვის ორგანიზაცია და ამ კომპანიის გილიედის ხელმძღვანელობა იმაში, რომ საქართველოს შეიძლება განხილულ იქნეს როგორც იდეალური სამოდელო ქვეყანა C ჰეპატიტის ელიმინაციისათვის. ანუ გამოვლენილი იქნეს ყველა C ჰეპატიტით ავადმყოფი და ყველა პაციენტისათვის იყოს ხელმისაწვდომი მკურნალობა. მოლაპარაკების შედეგები ცნობილი ჯანდაცვის მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ გახდება, რომელიც 7-11 ნოემბერს არის დაგეგმილი. დავით სერგეენკო იმედოვნებს, რომ საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ბევრად ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში გახდება. წინასწარი კონტურები ჩემთვის უმეტესად ცნობილი არის, თუმცა ამ ეტაპზე, რადგან მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა კონტრაქტით, მე დეტალების გაჟღერებაზე თავ შევიკავებ, თუმცა იმის პირობას ვდებ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით მომავალი წლიდან C ჰეპატიტის მკურნალობა მნიშვნელოვნად ძალიან ბევრჯერ გაიზრდება საქართველოს მოსახლეობისთვის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ახალი თაობის პრეპარატი საქართველოში უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან შემოვა.